მკურნალი. რადიო პალიტრა, ჟურნალი ოჯახის მკურნალი და მკურნალი ჯი წარმოგიდგენთ გადაცემას მკურნალი. გვისმინე ყოველ ოთხშაბათს 16 საათსა და 10 წუთზე. მოგწერე და იყავი ჯანმრთელი. რადიო მკურნალი, თქვენი ჯანსაღი ცხოვრებისთვის. მოგესალმებით ბატონებო, პირდაპირ ეთერშია რადიო მკურნალი და მე ამ გადაცემის წამყვანი ექიმი ზურაბ ვარაზი. თქვენ შეგიძლიათ დაგვირეკოთ პირდაპირ ეთერში ტელეფონით 237-139 238-139 და ჩვენი გადაცემის სტუმრებს პირდაპირ ეთერში დავუსვათ თქვენთვის საინტერესო შეკითხვები ან და გამოთქვათ თქვენი მოსაზრებები. უკვე მეორე გადაცემაა ჩვენ სოციალურ საკითხებს ვეხებით, არა ესეც საექიმო სამედიცინოს, მაგრამ ეს ისეთი საკითხებია, რომელიც შეიძლება ითქვას ჩვენს მოსახლეობას ძალიან აწუხებს და ამიტომ გადავწყვეტეთ ამ თემებზეც გქონოდა საუბარი. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ისეთ თემაზე, როგორც არის შეზღუდული შესაძლებლობების პირთა სოციალური და ფიზიკური რეაბილიტაცია, ასეთი ადამიანების მოვლისა და სხვადასხვა მასთან დამოკიდებული იურიდიული და სხვადასხვა პრობლემების შესახებ. და ამ საკითხებზე სასაუბროთ ჩვენ გადაცემაში მოვიწვიეთ სტუმრები არის ასეთი თემი ქედელი, რომლის დამფუძნებელია ქალბატონი ლალი ხანდოლიშვილი და პარტნიორობა ადამიანის უფლებისთვის ესეთი ორგანიზაციის იურისტი ქალბატონი ანი სალდაძე. მოგესალმებით ქალბატონებო. პრობლემა ძალიან სერიოზულია. წლების განმავლობაში ჩვენ გვახსოვს, რომ არსებობს რაღაც ზოგჯერ დაავადების გამო, ტრავმის გამო, თანდაყოლილი პათოლოგიის გამო, სხვადასხვა მიზეზთა გამო ადამიანებს შეიძლება ჩამოუყალიბდეთ ქრონიკული უნარ-შეზღუდულობის მდგომარეობა, როდესაც მათ აღარ შეუძლიათ ზოგჯერ თავის მოვლა, ზოგჯერ გადაადგილება, ზოგჯერ სხვადასხვა საქმიანობის შესრულება და აქედან გამომდინარე ისინი ხდებიან უნარ-შეზღუდულები. ამ მდგომარეობას ჯერ კიდევ ახლო წარსულში ჩვენ ინვალიდობას ვეძახდით და ეს ინვალიდი სიტყვით რომ გადაითარგმნოს ზოგჯერ კონტექსტი უნდა შეირჩეს ტერმინის დროს, რომ ეს ადამიანისთვის დამამცირებელი არ უნდა იყოს, რაღაც ნაკლოვანი, მახინჯი, რაღაცა ესეთი სიტყვები არ უნდა ფიგურირებდეს, იმიტომ რომ ეს ადამიანის ფსიქიკაზე და ადამიანის სულიერ სფეროზე ძალიან ცუდად მოქმედებს და ამიტომ სწორედ შეირჩა ეს ტერმინი უნარ-შეზღუდულები და უკვე საკმაოდ კარგად დამკვიდრდა და ჩვენ ვიცით, ეს ადამიანები ცხოვრობენ ჩვენს გვერდით, ისინი არიან ჩვენი თანამემამულეები, თანამოქალაქეები და მოდით ახლა ჩვენ ვიფიქროთ და განვსაჯოთ ზოგიერთი საკითხი. რამდენად არის საზოგადოება მზად ამ ადამიანებთან თანამშრომლობის და თანაარსებობისთვის? რამდენად არის მოწყობილი ჩვენი საცხოვრისი, ჩვენი ქალაქები, ჩვენი სახლები და საცხოვრებელი ადგილები იმისთვის, რომ ასეთ ადამიანებს გადაადგილებდეთ და ჩვენთან ერთად არსებობა არ გაუჭირდეთ. ესეთი პირველი კითხვით მინდა მოგმართოთ. განსაზღვრავს თუ არა კანონი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებს ჩვენ სახელმწიფოში და რამდენად არის ხოლმე დაცული ეს უფლებები? ალბათ იურისტი გაგზავს პასუხს. მივესალმებ კიდევ ერთხელ ტელემოყურებელს. ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში მოწვევისთვის. ეს არის ნამდვილად ისეთი საკითხი, რომელზეც ბევრი მსჯელობა და დაფიქრება გვმართავს. ძალიან მნიშვნელოვანია განსაზღვროთ ამ ადამიანის უფლებები და წარმოვიდგინოთ ეს ადამიანების საზოგადოების სრულფასოვან წევრებად. იმისთვის, რომ ეს ადამიანები გახდნენ საზოგადოების სრულფასოვანი წევრები და ქონდეთ თანაბარი შესაძლებლობები ჩვენთან ერთად, გაირომ შეიმუშავა კონვენცია, რომელიც ეხება ადამიანის უფლებებთან დაცვას, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების, და ჩვენ 2013 წელს ჩვენმა სახელმწიფომ მოახდინა ამ კონვენციის რატიფიცირება, რითიც აიღო გარკვეული ვალდებულებები და ამ ვალდებულებების ფარგლებში მან უნდა უზრუნველყოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების სრული ინტეგრაცია საზოგადოებაში, მათთვის ინდივიდუალური ავტონომიის პატივისცემა, ისე რომ ეს ყველაფერი მოხდეს ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე. ამ კონვენციიდან გამომდინარე ეს გასაკეთებელიც არის ალბათ იცით
ზოგჯერ ჩვენ შეიძლება გვინდოდეს დახმარება და მანაღი ქვას. ანუ კარგად უნდა ვიცნობდეთ ამ პრობლემას და იმ ადამიანის მოთხოვნებს და მოთხოვნილებებს, რომ ჩვენ დაუნებურად არ გავხდეთ ამ დისკრიმინაციის განმახორციელებლები. კი, იმიტომ რომ ჩვენ ვიცნობთ როგორც ჩვეულებრივ დისკრიმინაციას, ასევე პოზიტიურ დისკრიმინაციას. ხშირ შემთხვევაში ეს ადამიანები შესაძლებელია გახდნენ ჩვენი მხრიდან პოზიტიური დისკრიმინაციის მსხვერპლი. შესაბამისად, იმისთვის, რომ საზოგადოება იყოს მზად, პირველ რიგში აუცილებელია საზოგადოებისთვის ცნობიერების ამაღლება და გაცნობა იმისა, თუ რას გულისხმობს და რა უნდა გაკეთდეს თავად საზოგადოების მხრიდანაც იმისთვის, რომ ხელი შეუწყოთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ჩვენთან თანასწორად თანაცხოვრებას. შესაბამისად, პირველ რიგში აუცილებელია ვიცოდეთ რა უფლებები აქვთ მათ და რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ არ შევუზღუდოთ მასეთ უფლებები. თუმცა სამწუხაროდ დღეს ჩვენ გვაქვს რეალობა, როდესაც მხოლოდ საკანონმდებლო მოწესრიგებას ხვდებით ხოლმე ერთგვარად თითქოს მათი უფლებები მოწესრიგებულია, თუმცა ხშირ შემთხვევაში პრაქტიკული განხორციელება, ხანდახან მონიტორინგი კონკრეტული გადადგმული ნაბიჯების არ ხდება, რაც იწვევს ხოლმე და ამ ადამიანებს ხდის დისკრიმინაციის მსხვერპლებას. სამწუხაროდ ჩვენ ხშირად ვაწყდებით ხოლმე შემთხვევებს, როდესაც მიღებულია კანონი, ხალხმა იცის ეს კანონი, მაგრამ ეს კანონი სერიოზულად ირღვევა, იმიტომ რომ არ არის კანონის აღსრულების მექანიზმი, მეთვალყურება, მონიტორინგი, თვითონ ადამიანებში არ არის შინაგანი კულტურა კანონმორჩილებისა. და აქედან გამომდინარე, ალბათ საჭირო არის, იცით, რაღაც ეტაპზე ყოველთვის ჯობია, რომ კონტროლის მექანიზმი ცოტა იყოს, რადგან მიღებულია კანონი, იქვე უნდა დააყოლონ, რა გააკონტროლებს, ვინ გააკონტროლებს და რას გააკონტროლებს. და მე მინდა ჩვენ რადიოსმენელებს შევახსენო, რომ ჩვენ პირდაპირ ეთერში ვართ და ძალიან მნიშვნელოვან პრობლემაზე ვსაუბრობთ, ეს არის უნარშეზღუდული ადამიანების პრობლემები და შეგიძლიათ დაგვირეკოთ პირდაპირ ეთერში 227 139 238 139. მოდით განვმარტოთ, ვინ ითვლება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირად და რა კატეგორიის ადამიანები მიეკუთვნება აღნიშნულ სოციალურ ჯგუფს. მოგესალმებით, მინდა ანი შეუერთდე და დიდი მადლობა გადაგიხადოთ სტუდიაში მოწვევისთვის და თქვენს მრავალრიცხოვან აუდიტორიას მინდა დღევანდელი მშვენიერი დღესასწაული მიულოცოთ. ანი მახსენე აქ უკვე რომ გაეროს კონვენცია, რომლის რატიფიცირებაც 2013 წლის დეკემბერში მოახდინა საქართველომ, მასში ერთსახოვნად აი ესე არის ჩაწერილი, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს მიეკუთვნებიან ადამიანები ხანგრძლივი ფიზიკური, მენტალური, ინტელექტუალური ან სენსორული დარღვევებით, რომლებსაც სხვადასხვა დაბრკოლებებთან ურთიერთმოქმედებისას შეიძლება ხელი შეეშალოთ ამ პირთა ან სხვა პირების თანასწორად, სრულად ეფექტურ მონაწილეობას საზოგადოებრივ ცხოვრებაში. აქ უკვე პირდაპირ ჩადებულია ის, რომ ადამიანები, რომლებსაც ვეძახით ეგრეთ წოდებულ შეზღუდული შესაძლებლობა, რომელსაც უკვე აი ესეთი პირდაპირ სტიგმატიზირებულად მიმართავთ უკვე, ხო, წეგან თქვენ ინვალიდობა ახსენეთ და მადლობა ღმერთს, რომ ეს უფრო ცუდი ტერმინი აღარ არსებობს და ამჟამად ვამბობთ, რომ შეზღუდული შესაძლებლობის, ხო? პირდაპირ არის აქ მინიშნება იმაზე, რომ გარემო უნდა იყოს უპირველეს ყოვლისა ამ ადამიანებისთვის ისეთი ადაპტირებული, რომ მათ შეძლონ სრულფასოვნად ადამიანის ღირსების შესაფერისად მოახდინონ თავისი უნარების რეალიზება. თქვენ გაქვთ უშუალო შეხება ასეთ ადამიანებთან და რა არის მათი რესოციალიზაციის აუცილებელი პირობა? რა სურვილები აქვს და რა მოთხოვნები მათ და ანუ ჩვენ რას ვერ ვუსრულებთ? რა თქმა უნდა, ახლა ზოგჯერ შევხვდებით ქუჩაში ადგილს, რომ კიბეებია ისეთი, რომელზეც ჩვენ, ვისაც შეგვიძლია ჩვეულებრივ გადადგა, კიბეზე მოაჯირი არ არის და ჩვენ გვიჭირს ასვლა. და რა თქმა უნდა, არ არის ადაპტირებული არც ლიფტია, არც პანდუსი, არც მისადგომი, არანაირი, არც მანქანის გასაჩერებელი. ხშირად დაკავებულია, უნარშეზღუდული ადგილი უჭირავს ვიღაცა და ტვირთავს თავის რაღაც აი ეს კულტურა,
დიახ, აქვე მინდა გითხრათ, რომ ესე იგი შეზღუდული შესაძლებლობის ადამიანს, როდესაც ვახსენებთ, აქ მხოლოდ არ უნდა მოვიაზროთ ადამიანები, ეტლით მოსარგებლე ადამიანები. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები შეიძლება როგორც უკვე აღნიშნე, იყვნენ სხვადასხვა მენტალური პრობლემებით, ინტელექტუალური, ფსიქიური აშლილობით. ხომ, რაც შეეხება სურვილებს, მოთხოვნებს, ეს არის აბსოლუტურად იდენტური იმისა, რაც ჩვენ თითოეულ ჩვენთაგანს, ეგრეთ წოდებულ ჯანმრთელ საზოგადოებას გაგვაჩნია. უპირველესი, რასაც ჩვენ მათ ვერ უკეთებთ, ეს არის ადამიანის ღირსების შესაფერისი გარემო, ხელმისაწვდომი. ვერ იღებენ განათლებას, არ აქვთ საშუალება ამ ადამიანებს, რომ დასაქმდნენ, დასვენებენ და მთელი რიგი ღონისძიებებისა, რაც შეეხება ორგანიზაციას, რომელიც თქვენ ახსენეთ და ის ადამიანები ჩვენ 2016 წლის წინ 99 წელს დავაარსეთ, პირადად ჩემი ოჯახის ინიციატივა იყო ამ ასეთი მსგავსი ორგანიზაციის დაარსება და შეზღუდული ჩვენთან დღეს ეს იყო ოჯახთან მაქსიმალურად მიახლოებული გარემოს შექმნა გქონდა მთავარ მიზნად დასახული ჩვენ ეს მოვახერხეთ. დღეს ჩვენ გვაქვს ორი საცხოვრებელი სახლი, სადაც ცხოვრობს აი ამ ორ სახლში განთავსებულია ცხოვრობენ და ეს არის მათთვის ერთადერთი ოჯახი 23 ინტელექტუალური შეზღუდვის მქონე და რა თქმა უნდა არიან კიდევ ფიზიკური ეტლით მოსარგებლე ადამიანები, არიან სხვადასხვა ნოზოლოგიებით, მაგრამ ძირითადად მაინც ჩვენთან ცხოვრობენ ინტელექტუალური შეზღუდვით ადამიანები და ეს ადამიანები დეინსტიტუციონალიზაციის პროგრამით 2006 წელს განმოყვანილი იყვნენ ჯანმრთელობის სამინისტროს სოციალურ სააგენტოს დახმარებით კასპის და სენაკის ეგრეთ წოდებული მაშინ ჯერ კიდევ ერთხელ ინვალიდ ბავშვთა სახლებიდან. და ახლა მაინტერესებს რადგანაც გადმოიყვანეს თქვენი დაწესებულება ლიცენზირებულია, მას აქვს რაღაც გარკვეული პირობები, რომელიც მინიმუმები, რომელიც უნდა შეასრულოს, მაგრამ ესეთი ადამიანების მომსახურება და მათი ყოფა-ცხოვრება შეძლოს. რა თქმა უნდა, საინტერესოა, როგორ არის ეს თქვენთან მოწყობილი და განსაკუთრებული? განსაკუთრებული ჩვენ გვაქვს განსაკუთრებული გარემო. და კიდევ ერთხელ ხაზგასმას გავაკეთებ, რომ ეს არის ადამიანის ღირსების შესაფერისი გარემო. მე არ გულისხმობ მხოლოდ ფიზიკურ გარემოს. აქ არის ამ სახლში არის ძალიან დიდი სიყვარული, ძალიან დიდი ემპათია ადამიანებს შორის, თანასწორობა და სიყვარული, რომელიც თავისთავად ნიშნავს, საიდანაც გამოდის შემდეგ უკვე ამ ადამიანების კარგი ჯანმრთელ მდგომარეობაში ყოფნა. ჩვენ ვახორციელებთ ორგანიზაცია მოგახსენეთ 99 წელს დაარსდა და დღიდან დაარსებისა ჩვენი უმთავრესი მიზანი იყო, რომ ამ ადამიანებისთვის მიგვეცა ღირსების შესაფერისი გარემო. დღეს ვახორციელებთ სამკომპონენტიან მომსახურებას, ეს არის მხარდაჭერა, მოვლა, მზრუნველობა, როგორც უკვე აღნიშნეთ, 24 საათიან მომსახურებას ვაძლევთ ჩვენ 23 ინტელექტუალური შეზღუდვის მქონე პირს. ასევე ასაკობრივი ყველაზე უმცროსი არის ჩვენი ძალიან საყვარელი ბიჭი 18 წლის და ყველაზე უფროსი ჩვენთან ცხოვრობს 53 წლის ადამიანი. მეორე კომპონენტი, რომელსაც ორგანიზაცია ახორციელებს და უკვე ძალიან წარმატებით, ეს არის სახელობო საქმის დაუფლება, შრომით თერაპიული სახელოსნოები და დაახლოებით 800 სახელოსნო გვაქვს დაწყებული ბაღი, პურის ცხობა, ხეზე მუშაობა, ხელსაქმე, ფერმა, სადაც ყავს ცხოველები და ეს სახელოსნოები გვაძლევს კი, ეს არტ თერაპია, მუსიკა თერაპია, დიახ, ჩვენ ყავს უკვე გამოცდილი კადრი, რომლებსაც როგორც თქვენ ბრძანეთ, აქვს ლიცენზია და ინტეგრაცია, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი, ასევე ძალიან დიდ დროს უთმობს ჩვენი ორგანიზაცია გარემოსთან ურთიერთობას, სტიგმის, სტერეოტიპების შეცვლას. ეს არის უმთავრესი, რადგანაც მიგვაჩნია, რომ თუ არ შეიცვალა გარემოდან დამოკიდებულება, ვერანაირი ადაპტირება, მხოლოდ ადაპტირება, რომელსაც ესეც კი ჯერ გასაკეთებელი გვაქვს და კანონებს დასამორჩილებელი ვართ, მაგრამ მხოლოდ ეს ალბათ ვერ შეცვლის ზოგადად მისი უწმიდესობა ამ ადამიანებს განსაკუთრებულებს ღვთისგან რჩეულებს და ღვთისშვილებს უწოდებს.
და მოუწოდებს ეკლესიას, რომ იყვნენ ჩართული და ის მადლი, რომელიც ღვთისმადლი არსებობს ეკლესიაში, რომ მიიტანონ ადამიანებამდე, იმიტომ რომ ჩვენ გქონია შემთხვევები, როდესაც თქვა საპატრიარქოში მოვიყვანეთ ან წმინდა სამების ეკლესიაში და აი თვალწრებლიანი უყურებდა ხალხი, ესენი მართლა სხვანაირად უყურებენ იმ ღვთის სახლს. თქვენთან როგორია ასეთი ჩართულობა? ჩვენ მინდა მოგახსენოთ, რომ ძალიან ახლოს, სულ რაღაც 1 კილომეტრში არის ჩვენი ორგანიზაცია ბოდბის წმინდა ნინოს მონასტერთან. და ჩვენ გვაქვს ძალიან მჭიდრო, კარგი, მეგობრული და ნამდვილი წმინდა ქრისტიანული ურთიერთობა სამეზობლო, მეზობლებს შორის. მსმენელი გვირეკავს პირდაპირ ეთერში, გისმენთ ბატონო? მოგესალმებით. გამარჯობა. თქვენი გადაცემა, იმიტომ რომ ეს ეხება ადამიანების კეთილდღეობას. მე მინდა გკითხოთ ერთი რამ, როცა ამდენ საწამლავს უშვებენ ჰაერში, ის ერთ ადგილას გროვდება, ჩვენთან არ მოდის. მაშინ რითი ვაპირებთ ამ ხალხის გადარჩენას? რა წამალი უშვებით იგენს. ამ საკითხზე იქნება ერთი კარგი გადაცემა. კი ბატონო, დიდი მადლობა. ესეთი თქვენ აქტიური მსმენელი ბრძანდებით და გეთანხმებით, რომ ჩვენი ატმოსფერო მოწამლულია ნამდვილად და ამაზე ეკოლოგიამ ალბათ მაგრამ სიყვარული ალბათ მნიშვნელოვანია. ხალბატონო ბრძანა რომ რა წამალი უშველი. სიყვარული არის ძალიან დიდი იარაღი, რომელიც ადამიანებს მოგვეცა ღვთისწყალობით და ეს უნდა მაქსიმალურად იქნას გამოყენებული და მინდა დავამთავრო ჩემი ფრაზა. დედა თეოდორა, ჩვენი იღუმენია წმინდა ნინოს ძალიან გვფარველობს, ასე ვთქვათ და წელიწადში რამოდენიმეჯერ დედები მოდიან ჩვენთან, გვაქვს ძალიან კარგი ურთიერთობა და რაც ყველაზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, ყველაზე არა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტია ის, რომ ჩვენს სახელოსნოებში, შრომით თერაპიულ სახელოსნოებში დამზადებული ნაწარმის რეალიზებაში ძალიან გვეხმარება წმინდა ნინოს მონასტერი. მცირე სარეკლამო პაუზა გვექნება და შემდგომ გავაგრძელებთ საინტერესო საუბარს. პირდაპირ ეთერში დაბრუნდა გადაცემა რადიო მკურნალი. ჩვენ ვსაუბრობთ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების პრობლემებზე და ჩვენი გადაცემის სტუმრები არიან ქალბატონი ლალი ხანდოლიშვილი, რომელიც არის თემი ქედელის დამფუძნებელი და პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის ორგანიზაციის იურისტი ანი სალდაძე გვარი გადამოვიწყდა უკაცრავად. ქალბატონი თქვენთან გადმოვალ მე ახლა შეკითხვით და არსებობს თუ არა კანონი, რომ თქვათ შენობა ნაგებობების დაგეგმარების გათვალისწინება მოხდეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საზოგადოებასთან ადაპტაციისთვის და საერთოდ ვინ აწარმოებს ამას და ვინ მეთვალყურებს? სანამ უშუალოდ ამ კითხვას გავცემ პასუხს, მე მინდა ორი სიტყვით შევეხო წინა შეკითხვაში გამოთქმულ მოსაზრებებს. არ შემიძლია არ დავახმო ქალბატონ ლალის და არ აღვნიშნავ, რამდენად მნიშვნელოვანია სათემო ორგანიზაციების არსებობა დღეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. ამის საპირისპიროდ სახელმწიფოში დღეს კიდევ არსებობს დიდი ზომის ინსტიტუციები, სადაც ცხოვრების შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, სწორედ იმიტომ, რომ ისინი ცხოვრობენ ინსტიტუციაში, აღნიშნული საფუძვლით ხდებიან სისტემური დისკრიმინაციის მსხვერპლი. მათ ხშირ შემთხვევაში არ აქვთ შესაძლებლობა ჰქონდეთ კავშირი ოჯახთან, იცხოვრონ შვილებთან ერთად, მიიღონ ზოგადიან სპეციალური განათლება და ასე შემდეგ. შესაბამისად იმისთვის, რომ ეს ადამიანები არ გახდნენ დისკრიმინაციის მსხვერპლი და მიეცეთ შესაძლებლობა მათთვის კანონმდებლობით მინიჭებული უფლებების ფარგლებში მოახდინონ ამ უფლებების სრული რეალიზება, ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფო რაც უფრო მეტ სათემო სერვისს შეთავაზებს აღნიშნულ პირებს და მაქსიმალურად შეამცირებს ამ დიდი ზომის ინსტიტუციების არსებობას და ხშირ შემთხვევაში საერთოდაც მოხდება ამ ინსტიტუციების გაუქმება და მაქსიმალურად ოჯახთან მიახლოება გარემოში ცხოვრება. ეხლა რაც შეეხება უშუალოდ თქვენ ბრძანებთ ოჯახთან მიახლოებულ გარემოში. ეს ადამიანები ოჯახებიდან არ არიან მოსული. არის ძირითადად აქ ისეთი ადამიანები, რომელსაც საერთოდ არ აყავს თქვა მშობელი, არ ძალიან ცოცხალი არ აყავს ან
მოვლელი არ ყავს და ამიტომ მოხდა. თუ უბრალოდ ოჯახმა გაიუმჯობესა პირობები და მიატოვა, დაუტოვა ვიღაცას და აი თქვენ როგორ იცით ეს არიან პირები, რომლებიც იმიტომ მოხდნენ, რომ ისინი ოჯახმა უბრალოდ გარიყა, ამავდროულად ძალიან ბევრი არის ესეთი პირი, რომელსაც უბრალოდ სხვა ადამიანი არ ყავს და არის მხოლოდ სახელმწიფოს კმაყოფაზე და სახელმწიფოს ზრუნვაზე დამოკიდებული. შესაბამისად, ამ ადამიანებს ზუსტადაც უნდა მიეცეთ შესაძლებლობა იცხოვრონ ისე, როგორც ისინი იცხოვრობდნენ ოჯახში. შესაბამისად, შესაძლებელია რამდენიმე პირმა ერთდროულად იცხოვროს განცალკევებულად სახლში და ისინი დამოუკიდებლად იმ შემთხვევაში თუ სახელმწიფო მაქსიმალურად შეუწყობს ხელს და მიცემს შესაბამის განათლებას, შესაბამის პირობებს იმისთვის, რომ მათ არ ქონდეთ რაიმე დაბრკოლებები სოციუმში გასასვლელად და დამოუკიდებელი ცხოვრების მისაღწევად, ეს იქნება ძალიან წილგადადგმული ნაბიჯი და ამ ადამიანების უფლებების დაცვის სერიოზული გამოვლინება. თქვენი ხედვა მაინტერესებს, აი, როდესაც ოჯახი იღებს გადაწყვეტილებას, რომ ვთქვათ ინსტიტუციაში გაუშვას ასეთი ადამიანი, თავისი ოჯახის წევრი. აქ შეიძლება იყოს ორი მიზეზი. პირველი, როცა ცოტა ზნეობრივი პრობლემები აქვს ოჯახს და ვერ აცნობიერებენ იმას, რომ ეს არის სუმდაბალი მოქმედება და იშორებენ თავიდან და პრობლემას იხსნიან. და მეორე შემთხვევაში შეიძლება ძალიანაც უყვართ და უნდათ მის გვერდზე ცხოვრება, მაგრამ იმდენად გაუსაძლისი და ესეთი პირობები აქვთ, რომ ურჩევნიათ, რომ უზრუნველყოფილი ინსტიტუციაში იყოს და ჭამოს სვას და მოუვარონ, ვიდრე ხელმოკლე ოჯახს, სადაც შეიძლება შიმშილისგან მოუკვდეთ ადამიანი. აი ესეთი როგორია წილი, რომელი უფრო ხშირად ხდება? გაჭირების გამო იშორებენ თუ უზნეობის გამო იშორებენ? სამწუხაროდ ამ კითხვაზე არ ვიცი, რამდენად შემიძლია კომპეტენტური პასუხი გაგცეთ. შეიძლება ორივე იყოს გამოწვევი, თუმცა ყველა ადამიანს აქვს თავისი არჩევანის თავისუფლება და ისინი მოქმედებენ არჩევანის ამავდროულად მათ აქვს გარკვეული ვალდებულებები თავიანთი ოჯახის წევრების წინაშე. თუმცა ის თუ ვიღაც უხეშად რომ თქვათ იშორებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს და უშვებს სახელმწიფო კმაყოფაზე, ამ შემთხვევაში სახელმწიფო მაინც უნდა იყოს ის სუბიექტი, ასე რომ თქვათ, ვინც ამ ადამიანებს მაქსიმალურ კეთილდღეობას მოუტანს და დაეხმარება იმისთვის, რომ იცხოვრონ თავისუფლად, თავიანთი უფლებების სრული რეალიზებით და აღქმული იყვნენ როგორც სამართლის სუბიექტებად და არა დახმარების მაძიებელ, უხეშად რომ ვთქვა, ობიექტებად. ჩვენ ვსაუბრობთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების პრობლემებზე. გადაცემა მიდის პირდაპირ ეთერში, შეგიძლიათ დაგვირეკოთ ტელეფონზე 237 139 238 და კიდევ დავასრულოთ ის საკითხი, რამდენად არის ჩვენი ირგვლივ საცხოვრისი იმისთვის მოწყობილი და ადაპტირებული, რომ ასეთმა ადამიანებმა გადაადგილება შეძლოს. მოგახსენებთ ამასთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობამ 2014 წელს შეიმუშავა რეგლამენტი, რომელიც შეეხება სივრცით მოწყობასა და არქიტექტურას, ამავდროულად გეგმარებით დეტალებს, სადაც მკაფიოდ არის განსაზღვრული კონკრეტულად როგორ უნდა იქნეს დაპროექტებული შენობები, სკვერები, ქუჩები, საპირფარეშოები და ასე შემდეგ, მილიმეტრებში, სანტიმეტრებში ამავდროულად რაოდენობაც არის მითითებული, რამდენ საპირფარეშოზე პირობითად, რამდენი უნდა მოდიოდეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე. თუმცა ეს რეგლამენტი შეიძლება ჩაითვალოს, რომ ერთგვარი წინგადადგმული ნაბიჯია, თუმცა მას გააჩნია გარკვეული ხარვეზებიც. და მე შემიძლია ვისაუბრო ამ ხარვეზებზე. პირველი ეს არის ვადა, რაც მიეცათ მშენებარი, ანუ უკვე აშენებულ დაწესებულებებს. ეს არის 5 წლიანი ვადა, რაც ნიშნავს იმას, რომ 5 წლის განმავლობაში მათ უნდა უზრუნველყონ შენობების ადაპტირება და გარემოს ადაპტირება. თუმცა, თუ მე დღეს მიდგას საჭიროება იმისა, რომ მაგალითად ვერ ვსარგებლობ სამედიცინო დაწესებულებით, იმიტომ რომ არ არის პანდუსი, თუ მე ვარ დამოკიდებული ამ 5 წლის მანძილზე კეთილნებაზე ამ დაწესებულების, რადგან მე სამართლებრივი ბერკეტი არ გამეჩნია დავავალო, სასწრაფოდ გააკეთოს და შემიწყოს ხელი, რომ მე მივიღო სამედიცინო მომსახურება.
რაც ძალიან ცუდია. ამავდროულად პრობლემები არის ხშირ შემთხვევაში მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის კუთხითაც, რადგან სასამართლოებს მხოლოდ შესასვლელი აქვთ ხოლმე ადაპტირებული, რაც ნიშნავს იმას, რომ თუ სასამართლო შენობა არის რამდენიმე სართულიანი და არ არსებობს ლიფტი, ჩემი პროცესი ჩაინიშნა პირობითად მესამე სართულზე, მე სხვისი დახმარების გარეშე მესამე სართულზე ვერ მოხვდები. ეს პრობლემა ძალიან აქტუალურია თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც ადმინისტრაციული დავები განიხილება ხოლმე მე-6 სართულზე და მე-6 სართულზე სრულად ლიფტი არ არის ხელმისაწვდომი. ხშირად აქვთ ხოლმე სასამართლოების დანერგილი პრაქტიკა, თუ წინასწარ შეატყობინებ, რომ ხარ ეტლით მოსარგებლე, პროცესი ჩანიშნავს პირველ სართულზე. თუმცა ჩვენ გქონდა კონკრეტულად ჩვენ ორგანიზაციაში შემთხვევა, როდესაც ვისარგებლეთ ამ უფლებით, წინასწარ მივმართეთ სასამართლოს, მაგრამ სასამართლოს გადატვირთულობიდან გამომდინარე ვერ გამოიძებნა ცარიელი ოთახი პირველ სართულზე. გამომდინარე აქედან კონკრეტულმა ადამიანმა ვერ შეძლო პროცესის დასწრება სხვების დახმარების გარეშე, ანუ დამოუკიდებლად მას შეეზღუდა მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის უფლება. თან ეს პირი იყო მოსარჩელე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია და ამწოვებს ამ პრობლემას. და მთავარი პრობლემა, რაც გააჩნია ამ რეგლამენტს, ეს არის ახსრულების მექანიზმის არარსებობა. ანუ რეალურად არ ხდება მონიტორინგი, თუ რამდენად ზედმიწევნით ხდება რეგლამენტის ტექნიკური მოთხოვნების დაცვა. რაც პრობლემა, რადგან ერთი შეხედვით თითქოს შენობა ადაპტირებულია, მაგრამ რეალურად ის არ არის სათანადოდ ხელმისაწვდომი საზოგადოების. პირდაპირ ეთერში მსმენელი დაგუკავშირდა და გისმენთ ბატონო? ალო. გისმენთ ბატონო. ბატონო, მე თვითონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ვარ, უსინათლო ვარ. შვილი მყავს კიდე 20 წელი შვილი და ის ეტლით მოსარგებლია. მე მინდა გითხრათ, რომ პირველ რიგში ჩვენ, ვისაც შეზღუდული შესაძლებლობა, ჩვენ არ აქვს ინფორმაცია და განათლება, ვინ გვიცავს, რა კანონი. ეს ერთი და მეორე, სახელმწიფომ იმის მაგივრად, რომ სადმე წაიყვანოს ესეთი ადამიანები, ჯობია ესეთი ოჯახები აიყვანოს აღრიცხვაზე და ოჯახშივე შეუქმნას, მიაკითხოს იმ ოჯახს, იქნებ რა უჭირს, იქ წაყვანოს და იქ შენახვას არ ჯობია, რომ აქ ოჯახებს გაუკეთოს და შეუქმნას ისეთი პირობები, რომ სახლში ოჯახში დარჩეს პიროვნება. დიდი მადლობა, ძალიან სწორი და აქტუალური შეკითხვა იყო და აი ორივესთან მოდის ეს შეკითხვა და თქვენი აზრი გვაინტერესებს. დიახ, მე პატარა მას გავაკეთებ. დიდი მადლობა ქალბატონო ზარისთვის. სწორედ ამის თქმა მინდოდა და დამატება, უბრალოდ ანის აღარ ჩავეჭერი, რომ სახელმწიფოს მხრიდან უნდა იყოს ძალიან დიდი მხარდაჭერა ოჯახებზე, რათა ოჯახებმა შეძლონ, თქვენ ბრძანეთ, რომ ეს ორი შემთხვევა რატომ ხდება, რატომ ვთქვათ, დიდ დაწესებულებებში დიდ ინსტიტუციებში რატომ ხვდებიან ადამიანები. სწორედ სახელმწიფომ უნდა გაუწიოს ძალიან დიდი მხარდაჭერა ოჯახებს ფინანსურად, რათა ოჯახებმა შეძლონ ინტელექტუალური იქნება თუ ფიზიკური შეზღუდვით ადამიანები თუ ფსიქიური პრობლემებით, ოჯახმა შეძლოს ასეთი ადამიანის უზრუნველყოფა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ძალიან მნიშვნელოვანია, სხვადასხვა როდესაც გაიგებ ხოლმე რომ რაღაც ამხრივ გაკეთებულია, ახლა ამასწინათ მე თვითონ გავხდი მოწმე იმისა, რომ ახალ ოპერაცია აუტობს თბილისის აეროპორტში დახვდა მანქანა ეტლით გადმოიყვანეს, ჩამოიყვანეს ლიფტი და პირდაპირ ეს არც კი მოველოდი. ისე გამიხარდა, რომ აი გქონია ასეთი სერვისი. მადლობა ღმერთს და მივესალმებით იმ ადამიანებს, რომელთაც იზრუნეს ეს და გააკეთეს. აი ესეთი ის არის, ეს პატარა ნიუანსია, მაგრამ იმ ადამიანებს, რომელთაც უჭირთ, ისინი მადლობას შეაწევენ იმათ, ვინც ამას გაუკეთებს. თქვენ სწორად ბრძანეთ, რომ ეს ადამიანები ალბათ ყველაზე უკეთესად თავს იგრძნობენ თავის საკუთარ ოჯახურ გარემოში. და სერვისების მიწოდება შეიძლება ზოგჯერ იქაც, სადაც ადამიანი ცხოვრობს და ამისი პირობები უნდა შეუქმნათ, უნდა შევისწავლოთ. ეს უნდა მოხდეს კომპლექსურად შესწავლა ადამიანის გაჭირების, რა უჭირთ, შევეკითხოთ, უნდა არის რაღაცა კანონში ყველაფერი ნიუანსი არ იქნება გათვლილი. კანონია, მაგრამ დანარჩენი უნდა მიუდგე ინდივიდუალურად, იმიტომ რომ მანქანა არ არის ადამიანი არის პიროვნება, ინდივიდი, სულიერი არსება, რომელსაც ინდივიდუალური მიდგომა დაჭირდება. ეხლა მე მინდა შეგეკითხოთ კიდევ ასეთი რამდენად მნიშვნელოვანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა კულტურული რეაბილიტაცია, მათი ჩართულობა კულტურულ ღონისძიებებშია და შრომით საქმიანობაში. აი თქვენ კიდეც ბრძანეთ, რომ შრომა თერაპიაც არის ადამიანებზე მოქმედებს შრომა
როგორც მაკორეგირებელი. შრომის დროს ადამიანი აზროვნებს, ფიქრობს, რაღაცას ქმნის და ეს მის სულიერ სამყაროზე ძალიან დადებითი ზეგავლენას ახდენს. აი, თქვენ როგორც გამოცდილი, რაც გეტყვით. ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან კარგი კითხვა, მადლობა ამ კითხვისთვის. შრომა, რა არის შრომა? მოდით ასე ვთქვათ, ხო? შრომა არის ის, რითიც ჩვენ ვუკავშირდებით გარე სამყაროს, ხო? მე გამოვაცხე პური, რომელიც ვიღაცა მიყიდა. ეს უკვე თავისთავად ნიშნავს, რომ მე პირდაპირ თუ ირიბა დავამყარე გარე სამყაროსთან ურთიერთობა. და რა თქმა უნდა, შრომა აქვე მინდა, ესე იგი, შრომით თერაპიული სახელოსნოები ვახსენეთ და ჩვენი სახელოსნოები უკვე რაღაც 10 წელია, 12, 13, მეტიც შეიძლება ვცდები, არსებობს ეს სახელოსნოები. ძალიან დიდი საქმე გააკეთა ამ ადამიანების სოციალიზაციის საქმეში. რადგანაც გამოუმუშავდათ ამ ადამიანებს ძალიან ბევრი უნარი და რაც შეეხება და ჩვენ აი ესე შრომით ვუკავშირდებით გარე სამყაროს, ეს ერთი და თქვენ ბრძანეთ ასევე კულტურული ღონისძიებები. არ შემიძლია არ აღვნიშნო ეს თეატრები, ის რაც გვაქვს. ჩვენ ძალიან ხშირად დავდივართ თეატრებში, ვესწრებით კონცერტებს და ჩვენი უპირველესი პრობლემა ყოველთვის არის ისევ გარემო, რომელიც არ არის მორგებული ჩვენზე. მაგალითად, ქონდა ასეთი შემთხვევა ოპერაში, ვერ წავიყვანეთ ეთლით მოსარგებლე, რადგანაც ბილეთი, რომელიც უნდა შეგვეძინა, კი გვითხრეს, რომ აი იქ დააქსვავთ, იქ დავსვავთ ამ ადამიანს, ხო? ეს ჩვენ მოწყალება არ გვინდა. ჩვენ გვინდა, რომ ჩვენთვის ეს განკუთვნილი იყოს. 10 ადამიანმა კი არ ამწიოს და წამიყვანოს და როგორც ნივთია ესე მოიხმაროს. რაც შეეხება ეს კულტურულ ღონისძიებებს, ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი პრაქტიკა ამის. მე თვითონ პროფესიით მანამ სანამ დავიწყებდი აი ამ საქმეს, ვიყავი მუსიკის პედაგოგი, საგუნდო კლასის, საგუნდო სადირიჟორო განათლება მაქვს, ასე ვთქვათ, და ძალიან აქტიურად ვაგრძელებ მუშაობას, ვიყენებ ჩემს სპეციალობას. 2012 წელს ჩვენ ჩავწერეთ კომპაქტ დისკი, სადაც ჩვენი ეგრეთ წოდებული ინტელექტუალური შეზღუდვის მქონე ადამიანების მიერ ნამღერი იყო 12 თუ 14, აღარ მახსოვს ზუსტად, სიმღერა, ქართული ხალხური სიმღერები ჩავწერეთ და ძალიან დიდი წარმატებით გაიყიდა. ფაქტიურად აღარ გვაქვს, რომ მინდოდეს მეორეს ერთადერთი ღამე აქვს ალბათ დარჩენილი. ისეთი წარმატებით გაიყიდა. ყოველწლიურად ჩვენი ორგანიზაციის ორგანიზებით აი ეს ანსამბლი ძალიან წინ წავიდა, ასე ვთქვათ, ვაწყობთ კონცერტებს სხვადასხვა უნივერსიტეტებში, სხვადასხვა საჯარო დაწესებულებებში, სკოლებში. წელს მინდა თქვენი ეთერის საშუალებით ვისარგებლო და დავაანონსო წელს 21 დეკემბერს გვექნება კონცერტი თავისუფალ უნივერსიტეტში და ველით ჩვენს მსმენელს და ჩვენს გულშემატკივრებს. ეს არის ნამდვილად ძალიან მაღალ დონეზე ნამღერი სიმღერები, კონცერტები. ეს არ არის და ჩვენ აი ამ კონცერტებით გვინდა რომ ვაჩვენოთ და ამას ვახერხებთ. ცოტა იმაში თუ არ ჩამომართმევთ, ჩვენ ამას ვახერხებთ, რომ კი არ ვეცოდებით ხალხს და ტარს, ამიტომ კი არ გვიკრავენ. ჩვენ ვაჩვენებთ ნამდვილად მაღალი ხარისხის, მაღალი დონის კონცერტს და ჩვენ ვუწევთ კონკურენციას ნებისმიერ მაღალ დონის. აი, შემდეგი საკითხი მე თქვენთან მინდა გადმოვიდე განათლების პრობლემები და კანონმდებლობა როგორ არის ამასთან ადაპტირებული. ესეთი შეზღუდული უნარების ბავშვები და მათი განათლება როგორ ხდება? ხო, ესეც არის ესეთი საკითხი, რომელთა მიმართებითაც ხშირ შემთხვევაში ძალიან სერიოზულ პრობლემებს ვაწყდებით. განათლების სამინისტროს აქვს ინკლუზიური განათლება სკოლებისთვის, რომელიც ითვალისწინებს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებისათვის ინდივიდუალური გეგმის შემუშავებას, რაც ნიშნავს იმას, რომ თუ მე მაქვს მაგალითად ინტელექტუალური შეზღუდვა და არ მაქვს შესაძლებლობა სხვების თანაბრად ავითვისო გარკვეული საკაკვეთილო მასალა,
ჩემი ინდივიდუალური გეგმიდან გამომდინარე, იმის გათვალისწინებით, რა უნარები მაქვს და რის ათვისება შემიძლია, მიდგენენ კონკრეტულ გეგმას. სხვებს შეიძლება ქონდეს პირობითად ვეფხისტყაოსნის 3 სტროფი ერთდროულად სასწავლი, მაგრამ ჩემთვის იყოს განკუთვნილი მხოლოდ 1. ანუ ეს როგორ ხდება? მას შესაძაც ბავშვი შედის სკოლაში, იკრიბება სპეციალისტთა გუნდი, მას შედიან მასწავლებლობით ფსიქოლოგი, ფსიქიატრი, სოციალური მუშაკი, მშობელი ამავდროულად, ვინც იცნობს ამ ბავშვის საჭიროებას ძალიან კარგად. შემდეგ ეს ადამიანები თანხმდებიან და კეთდება ინდივიდუალური გეგმა. ამავდროულად გათვალისწინებულია ბავშვებისთვის სპეცპედაგოგის არსებობა სკოლაში, რომელიც უნდა დაეხმაროს ბავშვებს განათლების მიღების სრულყოფილად მიღების. ალბათ აუცილებელიც იქნება კიდევ ერთი საკითხი, რომ მის კლასელებს და მის ირგვლივ მყოფ სხვა ადამიანებსაც ვასწავლოთ როგორ უნდა იყოს დამოკიდებულებაში ასეთ ადამიანებთან. არც თქვენ კარგად ძანებთ, არც ზედმეტი ხაზგასმა იმისა, რომ ეს ადამიანი უნივერსიტეტშეზღუდულია და არც კიდევ სრული იგნორირება და გულგრილობა. ეს კინებრივად ხდება ყოველთვის, როდესაც ასეთ ადამიანებთან. ბავშვებმა ესეთი ისიცია კარგად. ემპათიურობა და არიან ტოლერანტულები გეთანხმებით. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს ბავშვები არიან ჩვეული, ანუ არ არის რაიმე სპეცკლასები, თუმცა არის შემთხვევები, როდესაც სპეცკლასები არის და მათში მხოლოდ სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვები სწავლობენ, რაც ძალიან ცუდი არის, რადგან ხელს უშლის ამ ბავშვების საზოგადოებაში და თანატოლებში ინტეგრაციას. აი მაგალითად თუ არის სმენის დეფექტი და ადამიანს რესმის და საჭიროა მათთან ესეთი სპეციალური ჟესტიკულაციის ენით საუბარი, ალბათ საერთო კლასში ვერ მოხდება. ხო, მაგ შემთხვევაში უკვე ხდება რაღაც სპეც იმ შემთხვევაში თუ სენსორული პრობლემები ან ხო, სენსორული პრობლემების არსებობის შემთხვევაში არის უფრო სპეც კლასები, მაგრამ როცა საქმე ეხება მაგალითად აუტისტ ბავშვებს, დაუშვებელია მათი განცალკევება მოხდეს და არ მოხდეს სხვა ბავშვებთან ერთად ინდივიდუალური გეგმის შესაბამისად სწავლა. თუმცა პრობლემა ხშირ შემთხვევაში არის რეგიონებში, რადგან არსებობენ რეგიონში ყავთ სპეცპედაგოგები, მაგრამ ხშირ შემთხვევაში სწორედ ეს სპეცპედაგოგები არიან ხოლმე რაღაც ერთგვარი დისკრიმინატორები და მათი მხრიდან ჯერ კიდევ არ არის სრულყოფილად გააზრებული, რას გულისხმობს თუნდაც ეს ინკლუზიური განათლება, ინდივიდუალური საჭიროება, როგორ უნდა მოიქცეს მასწავლებელი, რომ ბავშვმა თავი არ იგრძნოს გარიყულად, რა მიმართვები შეიძლება იყოს გამოყენებული. ამავდროულად სპეციალური ტრენინგები ჭირდება ალბათ. ტარდება ხოლმე ტრენინგები, თუმცა ალბათ უფრო კარგი იქნება თუ განათლების სამინისტრო უფრო მკაცრად შეხედავს ამ საკითხს და მეტ ტრენინგს ჩაატარებს და რაღაც ცოტა სისტემურ რეფორმას ექნება ადგილი, რადგან ხშირია შემთხვევები, როცა ჩვენ ორგანიზაციას მომართავენ რეგიონებიდან და გთხოვენ დახმარებას, რადგან მათი შვილები რეალურად ვერ იღებენ იმ განათლებას, რისი მიღებაც სურს. განვითარებულ ქვეყნებში არის კანონი ისეთი, რომ უნდა ხდებოდეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების შეძლების და გვარად შრომით საქმიანობაში ჩართვა. სამსახურში აყვანა, არ უნდა იყოს მათი დისკრიმინირება ამ ბავშვში. რამდენად არის ეს კანონი ჩვენთან დაცული და აი ჩვენ საუბრობდით და იქ ვთქვით, რომ თქვა შეზღუდული შესაძლებლობის ადამიანს ეძლევა გარკვეული სოციალური დახმარება და თუ ის ელემენტარულ სამსახურში აღმოჩნდება, შეიძლება მომენტალურად შეწყდეს ყოველი დახმარება. აი როგორ არის ეს? რამდენად სამართლიანია? ხო, აი ამ შრომით სამართალთან მიმართებითაც ცოტა კრიტიკული ვიქნები სახელმწიფოს თან მიმართებით. წესი, ანუ გაეროს კონვენციის შესაბამისად სახელმწიფომ აიღო თავის თავზე ვალდებულება უზრუნველყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დასაქმება, მან უნდა მოახდინოს სტიმულირება დასაქმების ამავდროულად უზრუნველყოს გარემოს შესაბამისად ადაპტირება იმისთვის, რომ ჩემთვის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის იყოს შესაძლებელი იმ გარემოში მუშაობა, რაც მე მჭირდება. თუმცა სამწუხაროდ სახელმწიფოს მხრიდან ვაწყდებით ისეთ შემთხვევებში, როცა სტიმულირების ნაცვლად გარკვეული ბარიერების დაწესება ხდება და ეს ეხება საჯარო სამსახურში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დასაქმებას. რადგან როგორც ვიცით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები იღებენ პენსიას, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ ეს პირდაპირ კანონმდებლობაში არის მითითებული, იმ შემთხვევაში თუ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი დასაქმდება საჯარო სექტორში, მას შეუწყდება სოციალური გასაცემლით სარგებლობის უფლება. თუმცა აქაც გამონაკლისია და ეს გამონაკლისი
პაკეტიც დისკრიმინაციულია. თუ მაქვს მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობა, მაშინ ჩვეულებრივად ვიღებ პენსიას, მაგრამ თუ მაქვს მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობა, ამ შემთხვევაში წყდება სოციალური პაკეტის მიღება. გარდა იმ შემთხვევისა, თუ ეს გამოწვეული არის ჩემი მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობა მხედველობის პრობლემიდან. რაც ცალსახად პრობლემა ერთის მხრივ იმ კუთხით, რომ ხდება კატეგორიებს შორის გარკვეული არათანაბარი მიდგომა და კატეგორიების მიმართ რაღაც დისკრიმინაციული რეგულაციების შემოთავაზება და მეორე მხრივ ეს არის სერიოზული ბარიერი ადამიანებისთვის მოიძიონ და დასაქმდნენ, მით უმეტეს საჯარო სექტორში ძალიან კარგი იქნება მათი დასაქმება და მნიშვნელოვანი არის პირიქით ამ კუთხით მათი მუშაობა. თუმცა ხო ეს არის ბარიერი, რაც ძალიან ცუდია და სახელმწიფოს მხრიდან აუცილებლად საჭიროებს გადაჭრას. ხო ბატონო ლალი. აპირებთ თუ არა თქვენ გაფართოებას, ან რა გეგმები გაქვთ, ან არის თუ არა საქართველოს ტერიტორიაზე სხვა ესეთი მსგავსი ცენტრები და როგორი კომუნიკაციები გაქვთ მათთან თქვენ? მოგახსენებთ, საბედნიეროდ, როდესაც დავიწყეთ საქართველოში ფაქტიურად ერთი ორგანიზაციის გარდა არ არსებობდა ორგანიზაცია, საიდანაც შეგვეძლო ჩვენ აგვეღო მაგალითი. დღეისობით ბევრად უკეთესად არის მდგომარეობა, თუმცა არა დამაკმაყოფილებლად. და რა თქმა უნდა, კომუნიკაცია ძალიან კარგი გვაქვს, ურთიერთობა და ერთობლივად ვცდილობთ, რომ აი ეს არსებული პრობლემები ერთობლივად გადავჭრათ. ძალიან დიდი პრობლემები არის უნარშეზღუდული ადამიანების ირგვლივ კანონმდებლობაშიც, ცხოვრებაშიც, ეს ძალიან სერიოზული საქმეა. ალბათ ქვეყანამ ცოტა უფრო აქტიურად უნდა იზრუნოს ამ საკითხებისთვის. ერთ გადაცემაში ძნელია ამ ყველაფერზე ამომწურავად საუბარი. მე მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ სტუმრობისთვის და ასეთ საინტერესო საუბრისათვის. ჩვენს რადიო მსმენელებს ვემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე. კარგად ბრძანდებოდეთ, ღმერთს ებარებოდეთ. მკურნალი. რადიო პალიტრა, ჟურნალი ოჯახის მკურნალი და მკურნალი ჯი წარმოგიდგენთ გადაცემას მკურნალი. გვისმინე ყოველ ოთხშაბათს 16 საათსა და 10 წუთზე. მოგწერე და იყავი ჯანმრთელი. რადიო მკურნალი, თქვენი ჯანსაღი ცხოვრებისთვის.